ბატონებო, უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელი ნიკა მჟავანაძე გახლავთ, ჩვენი სტუმარი. მათ დღეს და მისმა კოლეგებმა აქცია პრესკონფერენცია ჩაასწრეს მეთქი ბოდიში მოაწყეს პროკურატურასთან და მე მგონი პირველად საქართველოს ისტორიაში, როდესაც არასამთავრობოებმა ოფიციალურად მოითხოვეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ნაციონალური მოძრაობისა და მისი თავმჯდომარის წინააღმდეგ. დამერწმუნეს საკმაოდ ბევრი არგუმენტი იყო და დიდი სისულელეც ჩაიდინეს იმდენ იბჟუტურეს იქა. იგივე ის რომ ხელშეკრულება გვაქვს რესტორანთან, იგივე ის რომ ესაო ნაციონალებას სიაგად მოგცეს, ვინც არ ახართ ავსტრიაში უფლება არ აქვს შემოხვიდეთო. ათობით მანქანა დააჯარიმეს არ შეხვათ იქაო. 12-13 კილომეტრია დიდგორამდე ბეთანის გადასახვევიდან, ბეთანია მეთქი მისი ორბელის გადასახვევიდან და იქ გააჩერეს ყველანი არ გაუშვეს. აი მართლა მონოპოლიზება მოხდა საერო დღესასწაულისა და მე ვფიქრობ ეს ანტიკონსტიტუციურია და საერთოდ ბარბაროსული აქცია არის და თუ ეხლა ვინმე ხმა არ მოიღო ეს სისტემური იქნება მერე და დაინგრევა ქვეყანა იცით ვინც ჩემთან არა ჩემი მტერია აი ამისკენ მიაქანებს ეს ხელისუფლება და ეს მე ვფიქრობ მიუღებელი და გაუგონარი ვანდალიზმია რა მინდოდა მეკითხოს ვაჩვენეს ეხლა SMS-ი მოვიდა დღეს ეს დამირეკეს თელად გორი არის ესეთი სოფელი კავშირი წყალი არ აქვს და პაპანაკებას იწყე უხმებად ყველაფერი და არის მე ან კავშირი ვინ არის ან გუბერნატორი ან გამგებელი რაღაცა მოიფიქრეთ გასა როგორ შეიძლება მთელი სოფელი უწყლოდ რო ყავთ გაუდაბნოება გინდათ ამ კასპის დღეს მე უყურებდი ლადო ისა მაპატე ისა ნიკა არ მახსოვს რადიოში უსმენდი ესე იგი ეს ბავშვთა სახლები რო აი გაუქმებია და ვისაც დაუმთავრებია პურს იპარავენ მაკაროს აი დაუსაქმებლები არიან არა ახლა უმაღლეს სასწავლებლებს რო ამთავრებენ მე ვიცი რომ 70% დაუსაქმებელია განაწილება არ ხდება მაგრამ აი ეს უპატრონო ბავშვთა სახლებში ვინც ცხოვრობდა და ვინც მიაღწია მე მგონი 17 წლამდე თუ 18 წლამდე იქ უნდა იცხოვრონ და პირდაპირ ღვთის სანაბარა რო აგდებენ გარეთ ამ შესოსლოს თუ უნდა რაღაცა ის შეემუშაოს პროგრამა მე მივმართავ მის მინისტრს და პრესცენტრს და ყველასაც მაქსიმუმ 200 ბავშვმა დაამთავროს ესეთი სასწავლებლები და ჩვენ დაეხმარეთ ამ ხალხს და ესენი მოაწყვეთ სამსახურებში ოდერების დუბლირება რო ხდება იმათი მოწყობა გერა დაუვარეთ ვინმე მაგალითად აი მოუკვირდებ ესას ავსებით ქრისტიანული და მეც უმკითხავ ძალიანაც ადამიანური აქცია არის რომ ის არა პოლიცია დაუშვათ აი ზრუნავდეს ვინც ამთავრებს აი ამ ბავშვთა სახლებს ის მათი ესე ვთქვა შრომით მოწყობაზე რომ იზრუნოთ ამაზე ეს უფრო ქრისტიანული საქმეა ვიდრე ის რომ ვიღაცებს აწყობთ სამსახურებში იზოლებით თქვენი აზრით იცით რა შესაქმე ეს ტრაპაიძის უწყება არის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებთა დასაქმების უწყება იმიტომ რომ იქ რეალურად ხდება ამათ ეხლა არავინ ხარს არ უჭერს ერთი 2-3% თუ არის რომ აი მართლა იდეოლოგიურად რაღაცა აი მართლა წამსი აქვს რომ მართლა ჯერ ამ ხალხის რეალურად ეს ხალხი არის რომლებიც არის აი ამ სახელმწიფო სტრუქტურებში ყურებით რო უჭირავთ და არის ხალხი რომლებსაც ცდილობენ ეხლა 2-3 თვე დაასაქმონ ეხლა კერძო სტრუქტურა რო ხარ და რო იცი რომ 20 კაცზე მეტი არ არის შენი ეს ორგანიზაცია ვერ წდება ამდენს და მეტი არ შეგიძლია რომ დაასაქმო ერთ 30-ს რომ კიდე მიავლენ იქა ეხლა იმ კაცს რო უკეთესად არის ის ეხლა თუ აქვს საშუალება იმ 30-ს კიდე დამატებით დაასაქმო ხდება ეხლა იმ 30-ის მიმაგრება და ეს ხალხი ეხლა გონია რომ 3 თვე იქნება ეს ხალხი დასაქმებული რეალურად შემდგომში დარჩებიან როგორც ადრე ხდებოდა დაუსაქმებელი და იცით რა შეასაქმე არ შეიძლება ეს ეკონომიკური სიტუაცია დღეს არის მძიმე ქვეყანაში ფაქტურად ფული არ აქვს ავტობანი გაჩერებულია ყველაფერი ეხა ეს მოჩვენებით ეს ფასადური კარბონის მით გაკეთება შენობების რასაც აკეთებენ კიდე ინგრევა და აი ესეთი მდგომარეობა არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და მე იცით რა შეასაქმე პირველ რიგში მინდა მოუწოდო ხელისუფლებას რომ დაანებოს თავი კერძო სტრუქტურებში დასაქმებულ ხალხს სოზარ სუბარის ძმის ცოლი გაათავისუფლეს რესპუბლიკურ ბანკიდან იქ მუშაობდა იმის გამო რომ რეალურად ეს სოზარი იქ არის უამრავი კიდევ ფაქტები არის მოდის ჩვენთან ეს ბანკებიდან ფაქტურად სხვადასხვა ჩვენ ახლა ბანკების წინააღმდეგ ვაპირებთ ფართო მასშტაბიანი ღონისძიების განხორციელებას სადაც საპროტესტო აქციები უნდა გავაკეთოთ იმიტომ რომ რეალურად ფაქტურად ხდება დაყადაღება ანგარიშებისა იმ პიროვნებებისა რომლებიც რეალურად განსხვავებული პოლიტიკური წამსი გააჩნიათ ფაქტურად კონფიდენციალურობა დარღვეული ამ მთლიან საბანკო სისტემაში ეს არ შეიძლება ესე გაგრძელდეს იცით მე როდესაც რაღაც ანგარიში მაქვს ეს არის ჩემი გარკვეულწილად
საიდუმლოება არის, ანუ აპრილადის სავალებია. არ შეიძლება ესეთი რაღაცა და ამ კერძო სტრუქტურებმა უკვე ისე ამ სინთეზით თანამშრომლობა რომელიც აქვს ხელისუფლებას და ყოველგვარ უკვე გადააჭარბა ყველაფერს. ეხლა აგერ ახალგაზრდა ადვოკატები არის ესეთი არა მინდა ეხლა არ გამომჩეს მინდა თქვა. ახალგაზრდა ადვოკატები არასამთავრობო ორგანიზაცია, აშილ კაიკაციშვილი არის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მისი დაიქცა განთავისუფლებული განათლების სტრუქტურიდან. იმის გამო რომ ეს ადამიანი რეალურად არასამთავრობო უწყებაშია და მართლსიტყვას იძახის, აი ამის გამო ესეთი რაღაცა განახორციელეს. ესეთი ფაქტები ხშირი არის და არ შეიძლება მით უმეტეს აი არჩევნების ფონზე მით უმეტეს არ ერიდებიან და შემდგომში ხა თქვენ წარმოედგინეთ ეს არჩევნები რო ჩაივლის შემდგომში რა იქნება რა უფლებების დარღვევებზე იქნება ლაპარაკი ხო და აქედან გამომდინარე ჩვენი ორგანიზაცია უფლებადაცვა გაერთიანება მოუწოდებთ მოსახლეობას რომ მესმის რომ დაშინებულია ხალხი და რეალურად ფსიქოლოგიური, მორალური წნეხის ქვეშ არის, მაგრამ მოგმართონ ჩვენ ყველა თითოეული მათგანის ინტერესებს დავიცავთ და დავეხმარებით მათ იურიდიულად. აი ახლა თქვენ თქვით ახლა იმდენად დაშინებულია ხალხი რომ ახლა აი პოლიციებს რო არიგებენ. ადამიანი მოვიდა ვერ გაიგო შემთხვევით რო დაურეკა პოსტალიონმა და უთხრა რომ ისა პოლიციის მაგრად პოლიცი გაიგო რომ პოლიციიდან დოკუმენტი არის და მოვიდა ესეთი იქ ვიყავ მეც რა წერილი უნდა ამბო კინაღამ გული გაუსწრა ისე არის დაშინებული აი ესეთ ქვეყანას ქმნიან ის პოლიციური რეჟიმი არის და აი ხა ეს ყველაფერი მე არ მინდა გვერდი აუარო აი ბატონო დავით კალაძესთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას იმიტომ რომ ხა ეს კაცი დააჯარიმეს 20 მილიონით ჩვენ უფლებადამცველთა გაერთიანება გამოთქვი ჩვენი პროტესტი ამ კუთხით კალაძე რომელმაც ერთ-ერთი ტიტულოვანი ადამიანია და ამხელად ასეთ ტიტულოვანი საქართველოს ისტორიაში არც ერთი ფეხბურთელი არ ყოფილა, იმიტომ რომ რეალურად ადამიანმა სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, უამრავი ტიტული გააჩნია და ხათაშვილის სააკაშვილი ამაყობდა კიდევაც მისით, ეხლა ხდება არნახურის ზეწოლა ამ ადამიანზე. ეს არის სირცხვილი, საქართველოს პირიქით ვალში არის ამ პიროვნების წინაშე, იმიტომ რომ რეალურად ადამიანმა რომელიც მათ მთლიანად საქართველოს შეწირა თავისთავად ეროვნულ ნაკრებს, გამოუკლეს იმის გამო და ამის შემდგომ ბევრი უარსაც იტყოდა საქართველოს ნაკრების თამაზე დღეს აი ესეთ რაღაცას აკეთებენ ამ პიროვნებები უკრაინელები ლამის არის რაც ხელში აიყვანო ძეგლი დაუდგან ისეთი პატივით და გინა იტალიაში და ჩვენთან რა ხდება ამ პიროვნების მიმართ და მე მინდა რუსთავი და იმედს უნდა ვთქვა არა თქვენი რა თქვა ერთს რაკეთებთ აი ესეთი გოლები გადის თვითონ ორი გოლი გაუშვა ამ ადამიანს გაიტანა საკუთარ კარში და ეს ძალით გააკეთა ესეთი რაღაცები არ შეიძლება არ გინატროებ რო წავა ეს ხელისუფლება რო შეიძლება სულ ყوار იქნება რა როგორ უნდა იმუშაოთ იგივე მედიაში ხო არ შეიძლება და ყველა მხრივ ყველა ფენაში არის ადამიანების უფლებების დარღვევა და იცით რაშია მე კიდე მინდა მოვუწოდო მოსახლეობას რომ იცით რა უნდა გარდავტეხოთ ეს შიში და ის რაც ამათმა ჩაიდინეს ეხლა ბევრი ჟურნალისტური გამოძიებები არის და იმდენი მასალები წამოვა აი როდესაც ეს გადაიხებთ ხალხი არის ეხლა გაჩუბებული აი ამ შიშის გამო იმდენი ჟურნალისტურ გამოძიებებს იმდენი მასალები ექნება არ ვიცი ალბათ ერთი წელი მარტო მაგაზე იქნება სამუშაო და მე თვლი რომ არ შეიძლება ეს რეპრესიები განხორციელებდეს მუდმივად და ეს ხალხი იყოს ტერორში. ამას გარდა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ სექტემბერში იგეგმება მასიური დაპატიმრებები და არ მალავენ ეს თანამშრომლები, უშიშროების თანამშრომლები და ხელისუფლებები, მაგრამ ეს კაცი იძახის კაცო რომ ეს ყოფას უტირებთო ბრძოლა ეს 1 ოქტომბერია იმისთვის კი ახლა ესეთი რამე შეიძლება რომ თავდაცვითი ბრძოლა არისო, ან ესენი არიან ერის გამყიდველები, ესეთი ეპიტეტებით არ შეიძლება შეემყო ეს საარჩევნო პროცედურა ფაქტურად იღვევა ამით და ერთი ამათ ხوار გადავაბარებ უკვე ფაქტურად ხელისუფლება აცხადებს ჩვენ მონიტორინგსაც გავუწევთ გარკვეულწილად აღნიშნულ პროცესს და არ შეიძლება როდესაც შენ ხელისუფლებამ ზაობას გამოთქვა და უკვე აცხადებ რომ ეგრა მაკლია რომ ამათ გადავაბარო ხელისუფლებაო ეს უკვე კონსტიტუციური ველიდან გასვლა არის იმიტომ რომ შენ უკვე ამბობ იმას რომ არავითარ შემთხვევაში არ დათმობ რა შედეგითაც არ უნდა დამთეს არჩევნები ეს არის კონსტიტუციური გეთახმებით და სხვა შორის ეს წარსულისკენ დაბრუნება არ გვინდაო ხალხო აი ყველას გეუბნებით რომ შეხედეთ გიგიწერეთ წარსული არა ეს კაცი არა მოცი ზები ამ კაცს უყურებთ ქოხორიშვილი წარსული არ არის არ მინდა ახლა დანარჩენები არ სამადაშვილი ერთი არა რასო 15 რა აკეთა ნადალადებში არის თან არა თან არის ერთი ხوار გამოგია არასოდეს არ გამოსულა ტრიბუნა მოიგო ეს ნადალადების რაიონი წარსული არა ნიკა ერთპარტიულობაში ვიყავით 70 წელი და იგივეა ახლა აი მართლა გეუბნებით ხალხო წარსული არის ერთპარტიულობა
ესენი ძახე წარსულისკენ არ დაბრუნდებით. წარსულში ვართ ჩვენ, ჩარჩერილები ვართ საქართველოს წარსულში. ეს პარტიული კრეტინიზმი გჭირს ყველას. ნიკა, მოდი მაყურებელი შემოვიყანოთ, მათი აზრიც მოვისმინოთ. მე გუწევდათ გეუბნებით, პოლიტიკური რაინდობა გამოიჩინეთ, რომ დღეს ეს აქცია, პრესკონფერენცია მოუწევს საბჭოთა ბაემას. ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, მე ძალიან ისეთ სერიოზულ ჩვენ პოლიტიკური პარტიებისადმი გვაქვს ინიციატივა არ მინდა წინასწარ გაჟღერება. ეს იქნება ფაქტიურად ძალიან გადამწყვეტი ქართულთა მიღლისების დაბრუნება იქნება ფაქტურად მოსახლეობისათვის თუ გაკეთდება ის, რასაც ჩვენ შევთავაზებთ პოლიტიკურ პარტიებს, მინდა ეს დავანასო ეს ჩვენ გვაქვს გამზადებული უკვე და მინდა ვთქვა, რომ ჩვენგან, ჩვენი ორგანიზაციიდან არავითარი შემრიგებლური პოზიცია იქნება. ყველა თითოეულ ჩვენთვის სულ ერთია ვინ ჩაიდეს ამას, ეს ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია. ეხლა სამწუხაროდ ხელისუფლებას ესეთი პოლიტიკა აქვს არჩეულო. თუ კი აკრიტიკებ, ესე იგი ხარ ქართული ოცნების ხარდაჭერი, ან რომელიმე პარტიის ჩვენ ყოველთვის ვიქნებით კრიტიკულები. ვინც არ უნდა რომ შეიცვალოს ხელისუფლება, ადამიანების უფლების კუთხით ყოველთვის იქნება. ძალიან კარგი, ეს პრინციპი ყველა ხელისუფლების შევყურე. ნიკა ბატონო, მოდით მაყურებელი შემომაყვანილეთ. გისმენთ ხალხო, ეთერში ხართ? გისმენთ? ეთერში ხართ? გესმით გენაცვალე. გადარისმის. ჰალო. ეთერში ხართ? ჰალო. აუ, ერთი წამით. დიახ. თუ გესმით? გისმენთ? არის მის ხმა, რა ვიცი, რა ხდება? კი. ბატონო? მის ხმა გენაცვალე. კი, გესმის. ბატონო დავით. დიახ. გამარჯობათ მოგესალმებით პირველ რიგში გენაცვალე. გესალმებით. ნიკა ზანა მიშა სააგაშვილიო. რაღაცა ფაქტის რაღაც ისეთი რაღაცა ხდება, რომ მე თვითონ ვერ გამიგია, გისმენთ გენაცვალე და დამიჯერეთ ღმერთი და რჯული, არა ვარ მიშას მომხრე, მაგრამ მიშა კი არა ამ დროს სალანძღავი, ვინც მოიყვანა ისა სალანძღავი. ახლა მაბატონეთ რა, ვიკამათოთ თუ გნებავთ. ივანოვი გადადგა. ივანოვმა მოიყვანა და დაამტკიცა ფაქტიურად. გადადგა ის ივანოვი, არავითარ ისეთ ფუნქციას რუსეთში არ ასრულებს. არა, ბატონო დავით, თქვენი ჭირიმე. ასავალ გასავალში თვითონ ედუარდ ჩევარდნაძის წერილი ეწერა, სულ არ იყო ჩემიო კანდიდატურა მიშაო. ჩემი თვალით ვნახე ტელევიზორში, რომ მიშას ხელი დაარტყა ესა მომავალი საქართველოს პრეზიდენტი. შეიძლება, მაგრამ და ამ დროს მიდის ქება კაცის, რომელიც სალანძღავი კაცია, შევარდნაძე, უძახო და სამეგრელოს ხერხემალს ეცავს მოთხოვინეთ, მომისმინეთ ეცავს, არ დაკიდოთ ხურმილი. ეთერში ხარ? გისმენთ გენაცვალე. აი მომისმინეთ კონკრეტული ფარბალოსული აქტი ჩატარდა დიდგორში. ვინმეს ხო უნდა ამოიღო ხმა დღეს ეს ამთავარი. თქვენი უფლებები დაირღვა, ჩემი უფლება დაირღვა. ჩემი უფლებებით, ბატონო დავით, ბოდიში გენაცვალე, კაი ხანია 92 წლიდან დარღვეულია. ბიჭო, ანა აღრიცხეთ, აღწევინეთ ეცავს. მოგმართეთ, ბოდიში, პირველი შემთხვევარი ნიკა ეცავს მასალა, მე მინდა იცოდეთ, ჩვენ რო აი ყველაფერს არ ვაფიქსირებთ, იმიტომ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ყველა კონკრეტულ უფლებად დარღვევაზე დოკუმენტი უნდა შედგეს. მე მიხარია, რომ საქართველოში დავიწყეთ ცივილიზებული დაცვა ჩვენი უფლებებისა. მაგრამ რა უფლებადამცველთა გაერთიანებამ ოფიციალურად სისხლის სამართლის საქმის აღზრდა მოუწოდა პროკურატურას, იმიტომ რომ დანაშაული შედგა დიდგორში. უნდა თავიდანვე გაგვეკეთებინა ეს. აი ნებისმიერ უფლებადარღვევაზე დოკუმენტური აქტი უნდა შეგვეტანა პროკურატურაში. აი თუ კი არ გააკეთებენ და არ გამოიძიებენ, შემდგომში არსებობს სხვა ინსტანცია, მერე არსებობს სტრასბურგი, ჰააგა და ჯანდაბა. ჩვენ რო აი ამ გზას დავდგომოდით, აი ესეთი ბესპრეზიდენტი მაპატიედა არ იქნებოდა. ბატონო, მე მაყურებელს თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენ თქვენი უფლებების დარღვევით დაკავშირებით, აქ ჩვენ სალანძღავის სიტყვები, რომ ჩვენგან იყო სამართლებრივი შეფასება კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ეხა იურისტები იმით განსხვავდებით, ეხა შეიძლება სხვებისგან, რომ ყოველთვის შემოგვიარა და იმით განსხვავდებით, რომ ყოველთვის იქნება სამართლებრივი შეფასება. თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით, მე როდესაც რაღაცას ვიძახი, ყოველთვის ვიძავი კონკრეტულ ფაქტთან მიმართებაში. ანუ იქ ის რაც მოხდა ბეშუმსა და დიდგორში, პირდაპირ არის სისხლის სამართლის დანაშაული და მოვიყვანა ის მუხლი. სახეზეა, თქვენი უფლებები ირღვევა. სწორად თქვა ბატონმა და ჩვენ საზოგადოება მივეჩვიეთ ერთ რამეს. მაინც არაფერი გამოვა, აზრი არ აქვს ზოლას, არც არავის არაფერი შეტანა.
აი მე მაგიზიანებს მთელი საქართველოს ისტორია არის ბრძოლა. ეხლა ჩვენ წინაპრებს რო ეთქვათ, რა აზრი აქვს ამ თურქებთან და მონღოლებთან ბრძოლას, მაინც წავაგებთ, მაინც ხო მოგვერევიან, მოვიდოდით აქამდე კაცო. და აქედან გამომდინარე ჩვენი მოთხოვნა არის და მოწოდება არის რომ ვიბრძოლოთ ამისთვის თუ კონკრეტულად დაიგროვა თქვენი უფლებები. სასამართლოში იქნება, ადმინისტრაციულ ორგანოში იქნება, თუ პროკურატურაში იქნება, შევიტანოთ ეს მასალები. იცით რა, ეხლა მესმის, ეხლა იქ გაიჟღერა რაღაც ფრაზებმა, რა მნიშვნელობა აქვს ეხლა პროკურატურაც ხო ამათი არის. ბიჭო, პროკურატურა შეიძლება რეალურად ეს იზოლებულია, რომ დოკუმენტი ეს გამოძიება, ნომერი ენიჭება ამ განცხადებას. ეს საქმე უკვე იწყება, ანუ შედის აქა და რეალურად გამოძიება არის, ვადები არ არის განსაზღვრული, სხვა რომ მოვა უკვე ეს საქმე უკვე ამოიწევს და ამას მიეცემა მსვლელობა. ანუ ეს ჩვენი შეტანილი დოკუმენტაცია დღეს რაც შევიტანეთ, ფუჭი არ არის. იმიტომ რომ ამ თითოეულ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენ მუდმივი კონტროლი შეიქმნება. მე პირადად მინდა განვაცხადო ბატონო დავით, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რაღაცა კამერების წინ ვიპოზიორო და რაღაც ერთჯერადად მხოლოდ განცხადება გავაკეთო, შემდგომ მეორე თემაზე გადავიდე, შემდგომ მესამეზე. ჩვენ და ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე 4 წელია მე გარკვეულწილად აი არასამთავრობო ორგანიზაციებში ვმუშაობ, ყოველთვის ჩვენ რა საქმეც იქნება, ყოველთვის მივყვებით ბოლომდე და თითოეულ საქმეს მე მინდა თქვენ მოგმართოთ ბატონო ჩემო და სხვებსაც თუ კი იქნება ჩვენს მხრიდან გარკვეულწილად თქვენ მხრიდან მოწოდება და მასალები შემოვა ჩვენ ბოლომდე მივყვებით აი ამ საქმეს. ახლა სხვა ეს ადამიანმა გახსოვს კობა დავითაშება და პენსიონერებზე საქმეები რომ მოიყო. ბატონო დავით. თუ შეიძლება გეტყვი არ დამიტარებდი. არა, ბატონო, არ მინდა რომ თემას ავშორდე და ჩამოვცილდე, მაგრამ იყო ასეთი რაღაცას სხვა თემა, მაგრამ უკავშირდება საავტორო უფლებები. რა იყო? ეთერში ხარ? გისმე, რაღაცა თქვა და რასა. საავტორო უფლება გავიგე მე და რა საავტორო. არის ეს შემოდით, თუ კი კიდევ შემოდით და დაასრულეთ ეს საავტორო უფლებებზე მათ არ ვარ საქმის გულში. მოდი კიდე შემოვიყვანოთ მაყურებელი რა. გისმე, დიახ, ეთერში ხართ. დიახ, გამარჯობათ. ძალიან დიდი მოხარული ვარ, რომ დაიწყო ბრძოლა. დიახ. არვალის წინააღმდეგ, მაგრამ ასე ერთეულებით არაფერი არ გამოვა. ხო არ იქნებოდა უკეთესი, რომ საქმე ჩამდგომოდა აღნიშნული არასამთავრობოები და ხელოვანებია ხელმოწერა, რომ ეს საქმე დაჩქარდეს და მიეცეს მსვლელობა. ხალხის ხელმოწერები რო შეგროვოს. გამოვიდეს და შევაგროვოთ ეს ხელმოწერები. დიდი მადლობა, საინტერესო იდეა არის. გააქტიურდეს საზოგადოება და გააქტიურდეს ისეთ რაშია საქმე. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს რა. მე გეთანხმები თქვენ რომ არასამთავრობოებმა უნდა აკეთოს თავის საქმე, პარტიებმა უნდა აკეთოს თავის საქმე და მოქალაქეებმა აქტიურად უნდა იბრძოლონ იმ უფლებისათვის. ხშირად ყოფილა შემთხვევები აი რომ როდესაც რაღაცა პრობლემა აქვს და ესეთი ნიჰილიზმი არსებობს. არ შეიძლება ესეთი ნიჰილიზმი, რა ხელისუფლებაც არ უნდა იყოს სათავეში, ხო, ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ სამართლებრივად და დამერწმუნეთ ჩვენ, პირადად ჩვენი ორგანიზაცია თვითონ თქვენ შემოსულ გზას უყურადღებოთ არ დავტოვებთ. მე მინდა ტელეფონის ნომერი გითხრათ 18 26 58-ია ჩვენი ნომერი, დაგვიკავშირდით და კონფიდენციალობა იქნება დაცული და თითოეულ თქვენ გზას უყურადღებოთ არ დავტოვებთ. იმიტომ ჩვენ ეხლა ერთ-ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანოთ. პენსია ჩამოართვეს ერთპირო მომღერალი არის ბელქანია იმის გამო, რომ ის არის ესე იგი რუსეთის მოქალაქეობა გააჩნია. ცნობილი კომპოზიტორია, რაც თავისი სიმღერები აქვს, ადამიანს ჩამოართვეს პენსია, ჭიაბერაშვილს მინდა მივმართო რა. როდესაც დადიხართ ბატონო ზურაბ აქ-იქ და რაიონებში, ადამიანს რომელსაც ართმევთ პენსიას იმის გამო, რომ ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია, მაგრამ ამათ იმ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ პენსია შეუწყიოთ, თუ ის ადამიანი რუსეთში იღებს მაგალითად პენსიას, კი ბატონო, მაშინ შესაძლებელია, მაგრამ რეალურად ეს ადამიანი არ იღებს პენსიას რუსეთში. არ იღებს რეალურად. ჩვენ
შევიდა იყო ბელქანია. ბელქანია, დიახ, ქალბატონო. დიდოუნ ანადა ცნობილი ისინი. ცნობილი ის არის, დიახ. ამათ გარი ქალბატონია ესეთი კარგი ისინი აქვს, კომპოზიციები, მომღერალია და აი, უბრალოდ შემეცოდა ზარა ჩვენ დავეხმარეთ, ადმინისტრაციული საჩივარი შევიტანეთ და ეხლა ველოდებით პასუხს და ეს ეხლა შეიძლება ესეთი რაღაცა კაცო და მე გამოდიან ეს ხალხი, ეხლა გაახსენდათ სოფელი, ეხლა გაახსენდათ ეს გაჭირვებული ხალხი და რეალურად თუ უნდა დახმარება, მართლა არ შეიძლება ესეთი ქმედებები ჭიაბელაშვილმა მოусна ეს ჭიაბელაშვილი ხო და ეხლა რო დადის იქ და კამერების პოზიორებს და იქ ან გაჭირვებულ მოსახლეობას და ავიც ეხლა ელემენტარულად რაღაცა პატარა 1 კილო შაქარი გვემიცეთ ესეთ ყველაფერი კამერებით ფიქსირდება ხო აი ესეთ ფაქტებს რატო აკეთებთ რა ეს ხო კონკრეტული ფაქტია ნიკა ყოველ შემთხვევაში მახარებს თქვენ და თქვენი გუნდის ადვოკატების ესეთი გააქტიურება მართალი ხართ ყველაფერზე დოკუმენტი უნდა დაიდოს ნებისმიერ დარღვევაზე მართლა საჩვენია ახსაძრავი მოდი კიდე შემოვიყუროთ მაყურებელი და სხვა ჩვენს არ არის ესაც ქრისტიანული ის არის იცით და მოწურება გვასწავლის რომ უნდა ამხილო თუ კი ვინმე აი მათ მუხს და არღვევს ეთიკურ მუხს არ შეიძლება რომ შეერჩეს ადამიანს ბოროტება ან თავხედობა ან ქურდობა ან მამაძაღლობა და ძალიანაც ქრისტიანულია თუ კი შეიტანს არ არის ეს ცოდვა ხალხო უნდა გაასაჭიროთ უნდა ვაიცოთ ხელოვნების დაცვისთვის ზოლო რაც არ უნდა კორუმპირებული იყოს ეს არ ისეთ აი ეს არებათ ან ჩვენთან რაღაცნაირად აი აბატე და ეგრეხებათ რა და წავიდა ის როგორც ჩვენი სახელმწიფოა ჩვენ სახელმწიფოში რომ საერო დღესასწაულზე ვიღაცა პარტიის ჩინოვნიკი იდიოტურ ბრძანებას გასცემს და ცხრებივით რომ გარეთ დგას ხალხი არ შეიძლება მე მინაი მე ხა ვიცით რა ჩვენ აუცილებლად ამას საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გადავუზავთ ეს აი რა დიდგორში და ბეშულში მოხდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც უნდა გაიგონ არა იმ კუთხით კი არ უნდა გაიგონ მარტო რომ რეალურად არ შეუძლო სისხლის სამართლის დანაშაულია ეს არის დანაშაული აგრეთვე კონსტიტუციის დარღვევა და თანასწორუფლებიანობის დარღვევა იმიტომ რომ ადამიანებს ყოფენ უკვე პოლიტიკური ნიშნით და წყვეტენ ესე იგი ამ კონკრეტულ დღეს ეს რო ყოფილიყო სადღაც დახურულ სადღაც დარბაზში ჩატარებული პარტიული პირობა რო ყოფილიყო კი ბატონო მაგრამ საერო დღესასწაულის პარტიულ დღესასწაულებად გადაკეთება და ეს უკვე მერამდენე ფაქტი არის ბეშუმობასა და დიდგორში ჩვენ ავნუჩქეთ უბრალოდ ეს ფაქტები თორე ესეთი ფაქტები კიდე სხვა მე გეტყვი გასო სვანეთში რა გააკეთეს ხო სვანეთში კიდე სვანეთში ფანტასტიკურად და საფრთხის შემცველი პროვოკაცია მოაწყეს გასო კრიტიკობას აღნიშნავს სვანეთში და ჩაიყვანეს ზუგდიდიდან და მთელი სამეგრელოდან აკრეფილი რაღაც აქტივისტები გასო როგორ შეიძლება პროვოცირების მოწყობა ყველასთვისა ეს კრიტიკობა ხო თუ ტურისტად ჩავიდნენ ეს სამეგრელოში აკრეფილეს გამგეობის წევრების ძმისშვილები და დიშვილები კი მაგრამ იქ ახლა საფრთხის შემცველ რაღაცებს კონტროლის პალატა არა ეს შემთხვევა აი კონტროლის პალატა კალაძეს რო აჯარიმებს იმის გამო რომ საიდან კაცი ადამიანი თავისი დანაზოგით რასაც უნდა იმას გააკეთებს საიდან გაქვს ეს ფული ადამიანმა იშრომა თავისი შრომი თავისი კონტროლის პალატამ პირველ რიგში უნდა დაინტერესდეს აი ამ ფაქტებით იმიტომ რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ იქ რესტორანთან გაფორმებული შეთანხმება იქ იქ ესე იგი აი სუფრების მოწყობა მე იქ რაღაცა საყურეთ გადააქციეს ყველაფერი გარემოს რაზიანი მიაყენეს იქ ყველაფერი საშინელება მოხდა და კონტროლის პალატა რაღაცა შერჩევითი მართლმსაჯულებაა დღეს იგივე ჟურნალისტებთან მიმართებაში ის ნანაფაჟავა ნერვები რომ მოუშალეს და ნუ გასაგებია რომ არ უნდა გაეკეთებინა მაგრამ იმის მიმართ რომ დაიწყეს სისხლის სამართლებრივი საქმის აღდგა სხვების მიმართ რატო არ დაიწყეს ეს მეცხრე არხია თქვენი კომპანია იქნება თუ მაესტრო იქნება უამრავი ფაქტები დაფიქსირდა ჩვენ ამას სწავლობ და მოვაწყოთ ამ ქრონოლოგიურად აღდუსყავ და უკვე ეს მასალები შეიკრიბება და არ შეიძლება საქართველოში არის შერჩევითი მართლმსაჯულება ერთის მიმართ ტარდება ესეთი დამჯერული ღონისძიება და კანონის დარღვევით მეორეს მიმართ არავითარი რეაგირება არ ხდება მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლება არ ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დენმას არატარებს რეაგირებას არ ახორციელებს რეაგირებას ამ ნაბიჯებზე ჩვენ მაინც იძულებული ვართ და ვალდებულიც ვართ რომ საარჩევნებით შევიტანოთ იმიტომ რომ შემდგომში ამ დიპლომატიურ ეს ყველაფერი აიღნოსებოდა შემდგომ აი 100 საარჩევნი შევიდა თქვა სასამართლოში 20 ადმინისტრაციული საჩივარი ყველაფერი ეს შემდგომში
ქრონოლოგიურად აღინუსხება და ეს შემდგომში ერთთვიან ჯაჭვს ქმნის იმისა, რომ რა შადიან ესენი, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ აღვნიშნეთ ამას არ რეაგირება არ შეიძლება რა. ეთახმარით, მოთ მაყურებელი შემოვიყვანოთ ისე მათ ქალბატონ მოგელაძის აგერ ოფიციალურად ქათქათა პოლიტიკა აქვს აქ ალიკოელისაშვილის გახსნილი არასამთავრობო და მაინც ამაღა მოგმართავს სხვა შორის ეხლა გისმენთ ეხ მაგრამ ეს დავამთავრებ რა ალიკოელისაშვილი მოგიწოდებთ ალბათ რომ აღზარდ საქმე და მეც მოგიწოდებთ ქალბატონო მოგელაძე აღზარდ საქმე რომ რესტორან მასალეთ ერთავს მეთქი რესტორანთან დადებული ხელშეკრულება ნაცმოძრაობს უკანონოა ანტიკონსტიტუციური არის გისმენთ ეთერში ხართ ერთი საქმის კურსში თუ ხართ აი ის ქრისტიან დემოკრატების ის პურმარილის ამბავი როგორ არის გამოიწვიოს ესეც ქალბატონმა მოგელაძემ გეთანხმებით ესეთ მაგრამ იქ არ იყო რესტორანთან ხელშეკრულება დადებული ვიცი მაგრამ რესტორანის სიტყვა იქ ხსენებული არ იყო აქ წამოსდა და თქვენს რომ ხელშეკრულება გვაქვს რესტორანთანაო პოეზია რა კი რა თქმა უნდა ამაზე რეაგირება აუცილებლად იქნება ჩვენგან ჩვენ ყავს გუნდი რომლებიც შედგება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან კვალიფიციური ადვოკატებისგან და ეს ხალხი დაიცავს დაჩაგრული მოსახლეობის ინტერესებს საქართველოში დღეს რაც ხდება ისიც რა იმ კომუნისტურ ეპოქაში კაცო ის რუსეთიდან იმართებოდა ის 27 წელს რაც რეპრესიები იყო და რაც ვიზა ქონა მიცემული და დღეს ქართული ხალხი ქართულ ხალხს ჩაგრავს ესეთი ფაქტურად აი ესეთი რაც მოუწყეს ქართულ ხალხს ხო მე არ ვიცი როდის იყო რომ ციხეები ევროპაში პირველ ადგილზე ვართ პატიმრების რაოდენობით არა რეალურად ახლა თუ გნებავს სხვა კუთხით შევხედოთ ესენი ამოდიან ციფრით რომ 4,400,000-ია არა ამდენი მოსახლეობა რეალურად საქართველოს 3,5-იც არა აი თუ კი 3,5 მილიონს აღიღეთ მაშინ სოფლის პირველ ადგილზე ვართ პატიმრების რაოდენობით შემონიკა მოდი კიდევ შემოვიყვანოთ მაყურებელი მათი აზრით მოვისმინოთ გისმენთ დიახ ეთერში ხართ გამარჯობა მოგესალმებით დიახ ალო გისმენთ გამარჯობა მოგესალმებით ბატონო დავით პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ამ ხელისუფლებამ ქართული ხალხი და ისაკ როგორ თქვა იცით რა ყველაფერი ძალიან მალე დაავიწყა ხალხს ყველაფერი მალე ავიწყდება და იმიტომ არის ესეთი მდგომარეობა რომ აქამდე ხალხი ქუძე კაცი უნდა იყოს გამოსული მე ხა ერთ საკითხს მინდა შევეხო ესე რა თავი მახსოვს სამგორის რაიონიდან რეკავდა მიხეილ მაჭავარიანი იყო მაჟორიტარი დეპუტატი გადაუნაცვლა ქალბატონ კერვალიშვილს და ესე იგი ჯერ მიშამფო გამოხრა მერე ნარჩენებზე მოიხინა ქალბატონმა და ახლა რაც დარჩა იმის საკრავად მოდის სამგორში რა გაუკეთებია საერთოდ მიხეილ მაჭავარიანს ან კერვალიშვილს ახლა კიდე მოდიან ამ სამგორის რაიონში და ერთადერთი თხოვნა მაქვს თუ გვისმენენ ესე იგი წყალი საღამოს 10-11 საათიდან რომ მოდის 1 საათამდე დღისი წყალი არა გვაქვს აი ბატონო ჩემო აი თქვენ მინდა გითხრათ რომ აი ზუსტად ეს ისი ბრალია რომ მე აღნიშნე კიდევაც საუბარში რომ გაუშვეს კვალიფიციური მუშაკები კერძო სტრუქტურებიდან პოლიტიკური მწამსის გამო სხვა შეხედულების გამო მე ყველა რაიონში ეგეთ სიტუაცია მარტო თქვენთან კი არა ნაძალად საზიანებები ხდება იმიტომ რომ რეალურად ამ უწყებაში არის არაპროფესიონალების ზეიმი როგორც თელაში იმიტომ რომ რეალურად პროფესიონალები გაუშვეს სახლებში და დილეტანტებს ჩააბარეს ეს სტრუქტურები და მე არ ვიცი ხა შეიძლება უარესი მოხდეს კიდე ცოტა ხანში იმიტომ რომ არ შეიძლება რა ესე ერთი ხელის მოსმით ყველაფრის გაფუჭება რასაც ესენი აკეთებენ და შეიძლება აი ვის უნდა მივმართოთ რა ვის უნდა მივმართოთ და ჩვენ უნდა ვიწყოთ 3 ლარი და 15 თეთრი როდესაც ხალი 24 საათი არ მოდის აი ვის უნდა მივმართოთ ეს უკვე 3 ლარი როღის და რეალურად უფრო ნაკლები უნდა ღირდეს ამისათვის არის არჩევ ნიკა ეს ჩვენური შეკითხვა დაგისვათ 24 საათიანი მომარაგების ფონზე 3 ლარი და 25 თეთრი უნდა იხადონ მაგრამ რადგან შუთ დენი მეთქი წყალი წვეტილად მოდის არ უნდა იხადონ ამდენი ამ ალბათ მათ უნდა უჩივლონ მოითხოვონ თვითწყალკანალისგან ეს გრაფიკი რამდენი არის და გრაფიკის შესაბამისად უნდა დააგდეს წყალს მომხმარებლის ინტერესებში დიახ რა ბრძანეთ მართალი ბრძანდებით მეთქი მაგრამ ამ ქვეყანას პატრონი არ აქვს და იმედია რომ იცით რა პატრონი გვეყოლება მაგათაც რა აი ეს საინტერესო მაგალითს გეტყვით რა სხვა შორის აი აღამახალხანის შემოსევა საქართველოს ძალიან კარგი წიგნი გამოვიდა ერთი 40 წლის წინ ეხლაც მახსოვს იცით ერეკლე მეფის შვილმა იჩივლა დაწერა განცხადება რომ
ორთაჭალაში თურმე ბაღები ქონია და ვიღაცა მეზობელს მოუპარიათ რუს ნაკადი და თავის ბაღებს წყავსო და ჩემი ბაღები გაახმო და ჩემი უფლება რატო ირღვევაო? ფანტასტიკური დოკუმენტი დევს, ფანტასტიკური მეფის შვილი უჩივის ვიღაცა ვაჭრუკანას, რომელმაც რუდან წყალი მოპარა. აი 230 წელი გავიდა თუ არა ვწდები იმ პერიოდიდან და დოკუმენტი დევს. ნიკა რასაც გეუბნებათ, ეს არის გენიალური ფაქტი. ნებისმიერ სარჩელს, რასაც შეიტანთ, ეს დოკუმენტი დევს და 200 წლის შემდეგაც ეწოდინება ადამიანს, რომ იმ დროს საქართველოში უფლებები ირღვეოდა. მე თქვენ გირჩევთ თბილწყალ კანალს მოსთხოვეთ კომპენსაცია აი თქვენი მორალური და ფიზიკური ზიანის გამო, რომ თქვენ გავალებენ 20 საათიანი უწყვეტი წყლის მოწოდება და არ გისრულებენ. დაიწყეთ რა მოდით, ელეკლემეფის შვილმა შეიტანა სარჩელი და შეიტანეთ თქვენს. ალბათ ბატონო დავით. პირიქით, მე მადლობთ რომ ეს ინფორმაცია მოგაწოდეთ. ჩვენც დავიკავშირდით ის რა შესაქმე არის იქ რაიონული განყოფილებები დაუკავშირდით მათ, ისინი ვალდებული არიან ხშირ შემთხვევაში არის უკვე ფაქტურად ყველგან დაზიანებებია, მაგრამ რეალურად საჭირო არის უფრო ქმედითი ნაბიჯების განხორციელება. აი ყაზტრანსგაში მაგალითად რაც ხდება, მე არ ვიცი, იქ სხვათა შორის შიურა თაქთაქიშვილის და არის მე მგონი დანიშნული, იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი, და აქედან თუ არ ვწდები, არ ვიცი, ახლა ნამდვილად ვერ ვიტყვი მას, მაგრამ ყაზტრანსგაში არის სრული დონხალი. არა, დონხალი არა, ბანდიტური ფასები. ეს არის არ ვიცი, ორგანიზაცია, რომელიც ფაქტიურად ქმედებებს ახორციელებს თბილისის მოსახლეობის მიმართ, რომელიც ყოველგვარ რა ვიცი, კრიტიკას სცილდება, იმიტომ რომ აი ახლა შეყავთ ელემენტარულად რაღაცა ისეთი იმით, რა ქვია, რეზინის შლანგებით გაზი. აი შეიძლება გადაჭრა იმ შლანგის და მოხდეს რაღაცა უბედურება, ხო? ეს ახლა ეკონომიის მიზნით კეთდება. ეკონომიის მიზნით კეთდება. თერასი რა არის ამ ყაზტრანსგაში? იქ ბანდიტური ხელშეკრულებები იდება. აი ფანჯიდან 1 მეტრის გაყოლებაზე გაზის მილი იყო, ჩვენ გვაქვს აგერ 1400 ლარი გადამახდევიდეს. ისიც რა ფასებია ნიკა, რაღაცა. არა, ბატონო დავით, არც ისე არ ხდება გაზის გაყვანა, როგორც ესენი. შედი და პადიეზდები არის ბაქსეული თეთრი შლანგები. ის გაუგებთ სადნახეთ, ეხა ეს არის იერებს ითხოვენ პროექტებში ნიკა. პროექტებში და შეიძლება ეს თეთრი შლანგებით არის რაღაცა ემოდი საშინელებას დაემსგავსა კორპუსები, რო შეხვალ ეს თეთრი შლანგები და იმის გადაჭრა არ არის პრობლემა და ეხა 1000 მავნე დადიდა, ეხა ადამიანი ხომ უნდა იყოს დაცული, კაცო ელემენტარულად რა. ეხა სპეციალურად გააკეთებს თუ ვიღაცის იმით გააკეთებს, არ არის ეს რო ხორციელდება. მე ჩვენ უამრავი ზარები შემოგვივიდა ადრე, აი რუსთავთან დაკავშირებით, აი გაზის სოჩიკებს აყენებდნენ სახლის იმებზე, რა ქვია, მოსახლეობის ფანჯრებთან და რაღაც ესეთი ახტება ესე რა, როგორც თქვენ გონიათ რა და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შეიცვლება ყველაფერი და მომხმარებლის ინტერესები დაცული იქნება. ჩვენ როდესაც ვიხდით აი ამ ხელა გადასახადებს, უნდა მოგემსახუროთ, ჯერ ეს ამხრათ არხის გადახდა ვალდებული არ არის, იმიტომ რომ ყველაზე მაღალი ტარიფებია საქართველოში. ელექტროენერგია, საქართველოში წყალი შეიძლება ესეთი ზვირი ღირდეს. ფიზიკურება არის 60. მაგრამ ამით ცოცხლობს ხელისუფლება, დღეს ხო არაფერი პრო არ იწარმოება. რეალურად აი ამ გადასახადებით ჯარიმებით, საპროცესო შეთანხმებებით და აი ამ რეკეტით, რომელსაც ახორციელებენ ისინი პოლიტიკური, ეხლა 20 მილიონს დააჯარიმებენ, იმდრე 100 მილიონს და ეხლა კარგი ისაუბრთ. აი მეწოლის როხასავით თავარი, აი ნიკა გულწრფელად გეუბნებით, მე გამიხარდა, რომ აი თქვენ აი ამ უფლებადამცველთა გაერთიანებამ რეალურად აი მოიკითხეთ ის რაც არ შეიძლება, რაც ვიცი, ჩემი და მტრეები, ჩემიანი და მტრეები, როგორ შეიძლება ამის დაშვება? ბატონო, ერთი კვირა რა თქვენ დავხუცით, ერთი კვირა და აურაცხელი ზარებით და შემოსული მოქალაქეებია. თქვენ ადმინისტრაციულ საჩივრით, ანუ შეტანასურ დახმარებას, სამოქალაქო კუთხით, სისხლის სამართლებრივი კუთხით. მე სიმართლე რო გითხრა, მიხარია და ეს უფრო გაგრძელდება ჩვენი, ანუ ეს ნაკადი ამ ზარებისა თუ ადამიანების მოსვლისა ჩვენთან და ჩვენ შევეცდებით, რომ რაც შეგვიძლია დავეხმაროთ მოსახლეობას. რა თქმა უნდა, კარგია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მაგრამ პრაქტიკული დახმარება საჭირო. ბევრი ხართ ხო ადვოკატები? რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ამ ტელეფონის უთხარი თქვენი გაუმეორებელია. ჩვენი ტელეფონის ნომერია 18-26-58. ამ ნომერზე შეგიძლიათ წინ ორიანი არის ყოველ. მე მართლა ხალხო ვისწავლოთ რა უფლებების დაცვა და ეს რა. ტოტალურად ქართველების უფლება დაირღვა
დიდგორში და ბეშუმში და ეს მათ არ უნდა შერჩეს არ არის. რას ქვია ჩემიანები და შენიანები გაზო ყველასი არის ეს დღესასწაულები. ეხლა პარება მარიამობაზეს რაღაც მონოპოლია აიღეთ და არ შეუშვა. არა, უკვე საგიჟეთანა გვაქვს საქმე როგორ შეიძლება და მარიამობაზე თუ მხოლოდ ნაცმოძრაობის წევრები იცი არა, ხო ამბობს კიდევ რა, ბატონო მიხეილი იძახის ხოლმე ხშირად რომ ხო კარგია ვაი ჩემში. ჯერეგეთ აი მოსახლეობა მინდა გაიგოს და იცი რა, ოპოზიციურ პარტიებმაც უნდა აუხსნან ეხლა როდესაც შეხვედრები აწყვნენ რომ სახელმწიფო ბიუჯეტი რა არის, სახელმწიფო რა არის. ჩვენ როდესაც ვიხდით ამ გადასახადებს, ხელისუფლება ვალდებულია ის შუქიც ელექტროენერგია, ის გაზის საკითხით, ის გზაც დააგოს, კაცო. რატომ აყვედრი შენ? ეს ჩემი გადასახადი, შენ როგორ კეთდება ეს ფასაქმეა, მაგრამ თუ რამე კეთდება, ეს არის შენი ვალდებულება. აბატერას სიცხვილია რომ ამ ხელა კაცი არის და მეავაშენო. რა ის შეიძლება მაგია კაცო. როგორ შეიძლება მეავაშენე? ლუდოვიკო მე-14 არა უბედურება. მე მაგდა მინდა გითხრა ჩემონიკა უცბელად გეუბნები იმისაც რომ აი ოფიციალურად მოითხოვე სისხლის სამართლის საქმის აღზრდა ეს 152 ბ ქვეპუნქტი მარცხა მნიშვნელოვანი ისა გაფრთხილება ხელისუფლების არ არის რა სწორი ესე ნამდვილად სასიამოვნო მოულოდნელობა იქნება ბატონო დავით ხარ რომ ჩავთო ტელეეთერები და საინფორმაციო საშუალება გადმოსცენ რომ ნამდვილ ფაქტზე იქნება ეხლა მე არ დაჭერა ასიამოვნო და არც ისეთი ადამიანია სულ მოსისხლე ტერორი იყოს ვინმის დაჭერა მაგრამ რეალურად თითოეულ ადამიანმა პრეზიდენტი იქნება თუ უბრალო მოქალაქე პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე და ნულოვანი ტოლერანტობა რო იძახეს კაცო სისხლის ამართლით დანაშაული ჩაიდინე მუხლიც აეგერ მიუთითე მე პროკურატურაში როდესაც შევიტანე განცხადებას აი რა უნდა მიპასუხოს ეხლა პროკურატურა აი რატო არ იწყებს გამოძიებას პრეზიდენტის მიმართ ეს მუხლი ხო არის დარღვეული ხო არის დარღვეული 152 მუხლის მეორე ნაწილის აქ ვეპუნქტი აი გითხარით ეხლა აი რო შემოვიტანეთ თქვენთან ეს მასალები აი რა გამცეთ პასუხს აი რატო არ იწყებთ რატო არ აკავეთ პრეზიდენტს აი მის საფუძველზე ნაციონალების თავმჯდომარე არის მიხეილ სააკაშვილი და პოლიციელებმა და მაღალჩინოსნებმა თქვეს რომ ჩვენ ნაციონალების და გადმოგცეს სიები და ამას აფიქსირებენ ტელეკამერების წინ რომ არ შეუშვათ სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და სხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები და ეს არაერთხელ მოხდა არამედ რამდენიმეჯერ და ეს არის თანასწორუფლებიანობის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული აგრეთვე კონსტიტუციის დარღვევა და აქედან გამომდინარე ჩვენ მოვითხოვთ და ამას არ იფიქროთ რომ ეხა შემოვიტანეთ და მე ამას მიუყურებთ კონტროლი გვექნება ამ საქმეზე და სახალხო დამცველსაც გადაუგზავნეთ მასალები და შეიძლება ეხლა ვიღაცამ თქვა ამაზე უარესები ჩაუდენი ამ ხელისუფლებასო მაგრამ ჩვენ ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვითხოვ გამოსახით დიდი მადლობა წარმატება მინდა გისურვოთ უფლება დამცველთა გაერთიანებას რომელიც ერთი პირა შეექმნა მე მახსოვხარ თქვენ აი ძალიან ბევრი და კარგი იურისტი ძალიან ბევრ საქმეებს აკეთებდით თქვენი 250-მდე სარჩელი გაქვთ აღზრული სასამართლოებში ამ ხეების ტოტალურ მოჭრაზე მახარებს რომ აი ეს ენერგია უკვე ახალ და უფრო დიდ საქმეში განამარტო ესე ვთქვათ ეკოლოგიური კატასტროფების სადაც უფლება დამცველთი კატასტროფების ფაქტების აღნოსვას როიწყებს. წარმატებებს გისურვებთ. ნიკამ ჟავანაძე გახდათ ცნობილი არასამთავრობო და გმადლობთ რომ ისმენდით დაგველოდათ მეორე ბლოკის პირველ ნაწილში რაღაც უცნაურობა უკვე ყველა მაჟორიტარმა მოითხოვა რომ ეთერი დაგვეთქვა და რატოღაც ვერ ვახერხებ რომ ერთად დავუშვათ ორი ძირითადი პარტიის წარმომადგენლები ეთერში და აგერ მინდა გითხრათ რომ ისნის მაჟორიტარების კანდიდატი ნუკრი ქანთარია გვეყოლება მეორე